თევზზე, აი თევზი დაუხატე. აი აგრიბა, ოზეს. სილოტკა დახატე, შესაძლებელი. ესეთი რაღაცის დახატვაც რომ მომიწევდა ცხოვრების განმავლობაში, ნაღდათ არ მეგონა. რა არ დამიხატო ცხოვრების განმავლობაში, რეპერები, კოსმოსი, მულტფილმები, ჩემი ზმაკაცი და მაგის შეყვარებული. მაგრამ ამჯერად ვხატავ ზეთის ბოთლს. კომპანია ბარაკამ შემიკვეთა რომ თავიანთ საწყობის კედელზე, რომელზეც არაფერი არ ხატია და არის ძალიან უშნო, დავხატო აი ეს ბოთლი და გავაკეთო წარწერა არ მოიკლო ბარაკა. ამიტომ ეხლა სანამ დაღამდა, დროზე გავიკეთე ნიღაბი და წავედი დავუწყებ დახატვა. ხო, დაღამებამდე ვერ მოვასწარი, მაგრამ ამ შემთხვევაში სიბნელე ხელი შეშლის მაგივრად პირიქით მეხმარება. Doodle Grid-ით და ან Grid-ით ამის ჩალის ესე პროექტორი ჯობია. 10 ჯერ სწრაფად ვაკეთებ პირველ ხაზებს. თან გვიანია და ბევრად უფრო სიწყნარია ვიდრე დღის განმავლობაში. დღეისათვის ეგ არის რა. სკეჩი დახატული არის, როგორც ხედავთ. ეხლა გავაფეროთ, თამაში საჭიროა ვიყიდოთ ფერები, საღებავები. მოვედი ხა ვერნილაკში და ვიყიდი საჭირო ფერებს და დავიწყოთ გაფერადება. ეგა, აგერ ფერები ვიყიდე, რაღაც ფერები სახრიდან წამოვიღე მქონდა და წავედი ხა იმ ადგილზე, კედელთან გავაგზავნოთ ხატვა. მოვედი, მაგრამ ძალიან მეეჭვება რომ რამე დავხატო. ძალიან ქარია. კარგად გამოიყურება რა? არა, მე მგონი აზრი არ აქვს. ძალიან ახლო დამიწევს მისხმ, რომ ქარმა არ წაიღოს საღებავი და მთელი კედელი არ შემიღებოს. ახლდა რომ საღებავ მაგ დროს იწვეთება ძალიან ცუდად საღებავ. მაგრამ ამინდმა გამახარა და აი ჩადგა ქარი და გამოუჭიდა მზე. ალბათ წავიდა გაფერადება. ესეთ ხალხმრავალ ადგილას როცა ვხატავ, ასწორებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ვიცნობ ხოლმე. პრინციპში მე კი არ ვიშნობ, თვითონ მიცნობენ. და მეცნობიან. ზოგი მეკითხება რა ვშხატავ, ზოგი მაქებს, ზოგი ძალიან მაქებს, ზოგი სასმელს თავაზობს და ასე შემდეგ. და აი ამ დროს გამოჩნდა ძაღლი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი ნახატი და გადაწყვიტა პირდაპირ აქ მოესაქმებინა. მაგრამ მისი პატრონი ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი აღმოჩნდა და გადამარჩინა. გამარჯობა. აბა. ეს გადაგიხადეს რა, თუ ისე დაუხატე. არა, გადამიხადეს კი. შეკვეთა. აი გამოვიდა. მადლობა დიდი. საუნდ, მოტაპულიზატორები თქოს? კი. მალაბეც. აიძი. კი, რა თქმა უნდა. სალამაზია მე. ძალიან დიდი მადლობა. თავადია მე ვიღაცა მაგ არ მიდადგნოს რაღაცაებს რო წერენ ხო. ხა, იმედი არის ზავე. ფერები მგონი შეივსო და წავიდა აუთლაინები. და აი ჩემს საყვარელ ეტაპზე შავი კონტურების დახატვაზე რო გადავედი, ამ დროს გამოჩნდა ის დეიდა, რომელიც დაჟინებით თხოვს რომ ზეთის ბოთლის გვერდზე სადმე კარგი თევზი დავხატო. მაგას გვერდზე, აი თევზი დაუხატე. თევზი? თევზი. აბა მაგას არის ზეთი. აი მაგაში ყველაზე მეტად თევზი უხდება ზეთი. აი აგრიბა, ოზეს. სილოტკა დახატე, შესაძლებელი. რომ არ გადაუხდიეს ფული მაგაში, ანუ მე რომ მიწყობა? რა შენიშნა მოგცენ? ზეთი აბა ვის რაც უნდა მარტო თევზი დახატე, თევზი უხდება ბარაკა. დავხატო. ყურს ვიდახი, მარტო ბოთლის ხმება ეძენდება. დავხატო თევზსაც და თევზი. კაი სასისკების. კი ბატონო. არა, მარტო უხდება თევზი აქ. აი აი ვირას გეტყვის. ჩემი დაკაცია. აი აქ გემრიელი ლამაზი ოქროსფერი თევზი დახატე, აი ეს რომელი იცი? აი ეს ვარდისფერი თევზიო. ვარდისფერი, ორაგული? არა, ორაგული ის წითელი თევზია. ორაგულის ფული ყველას არა აქვს, მაგრამ
ან სკუმბრია, ან ის დახატე, წითელი თევზიუა, როზავიტა კოი. ხო. 10 ლარიანი ვარ. აი ისა. აი. ხოდა ხამსიკები დახატე. ხამსიკები ხდება. ჩემი აზრით თევზის ბიზნესი აქვს. არ მგონი რომ უბრალოდ ეგრეთ ძალიან ევასებოდეს თევზები. წარელკა დახატე თავისი ხამსათი და შიგ. ძმარი და ზეთი. ვისა კაცო? გადავიღეთ კი რა თქმა უნდა. მოგეწონა და მე უნდა დახატე. მეგონი დავაჯერე რომ მართლა დავხატავ. ყველა გამლოს ეკითხება, ხომ მოუხდება თევზიო. დიდი მადლობა. აი, კაი, გაგრასაი, კაი, თევზი. გაგრას, მადაზე მოვა, ვიღაცას დაინახავ თევზს, იწვის რა, თევზი მომიდა, თევზი წავადი. აქედან უნდა დახტო. იქიდან რომ მოდის მანქანა, მაგას ვერ ხედავ. საიდან? აი, აქედან რომ მოდის ტრაილერები, აქედან მოდიან და მანქანებიც აქედან გადიან. ერთი ბოთლი აქაც დახატა. ერთ უბრალოდ გამლულ კაცს ემკითხა, ეს არის ხომ აქაურობის უფროსიო. ეს არის უფროსი. არა. ჩვეულებრივი გამლელი ბაბუა იყო, რომელიც შვილიშვილს ასე ირიდნობდა, მაგრამ მაინც კითხა თევზი ხომ არ მოუხდებაო. ეგრეთი აზრია. ფერასი. მარტო ბარაქის ყურება. თევზი დახატოს გვერდზე, ხედოს. თევზი, ხალები, გოგუები. ხალები ახლა მაშინ კაცის უნდა დახატოს. არცეთია, ხალები. რა თქმა უნდა არ დავხატე არის თევზები და არის გოგოები. მაგრამ დავხატე ზეთი, რომელსაც თქვენ აუცილებლად იყიდით, როცა დაინახავთ ჩემს ნახატს. I'm so fresh like the morning, mouth wide open like they yawning. Every time they see me, they in G-Shock. Homie, this is too far. Homie, I feel too alive. You can see me like Illuminati. You can see me like. ეგა მე მგონი მოვრჩი ბარაკას დახატვას და მე მგონი რომ კაი გამოვიდა და იმედი მაქვს რომ ვინ ჩემი კოსმოსს მოეწონება. შეგაიფოა რა. სეთი სხვანაირად როგორ უნდა დამეხატა არ ვიცი. თავარია სლოგანი არ მოიკლო ბარაკა. და ჩემი დახატვის უდობით რომ გევასებათ, უნდა მითხრათ და დამიწეროთ რომ გევასებათ, რომ კიდე დავხატო და გადავუდგა დავდო ვიდეოები ხატვის. ეხლა კი დარკვით ჩემი ბარაკით. ეს ნახატი აუცილებლად მოგანდომებთ ზეთი ბარაკას შეძენას.